საქართველოს მოგცა ყველაფერი, მამა. რაც გააქვს. აი საღნაგობა ესეთ სიმპათიური ბიჭი რო ხარ. ესეთი ჭკვიანი თვალები რო გაქვს. რო გიყვარს დედა, მამა. ხო? ხო. ესეთ შეგნებული ბავშვი რო ხარ, აი საქართველოს მოგცა ეს ყველაფერი. ესეთ ბუნება რო გაქვს, რო წავალთ ხოლმე დასასვენებლად ვისვენებთ. ეს ხალხი ამაში იქიდან კილომეტრებს გადიან ხოლმე 1000-ობით კილომეტრს და იმდენ ფულს ხარჯავენ, ხო? ამიტომ საქართველოსი ცუდი არავის არ უნდა თქვა. ეს ხალხი არის ლისბით ცუდი თქვა, ოღონდ ცუდი თქვა და ეგრევე პოპულარულები ხდებიან. ეგრევე და ფანები უჩდება და ემხრობიან. ერთი სული აქვს საქართველოს ფეხი დაუწდეს. გაიგე? ეხლა ჩემო მეგობაო მითხარი, რამდენი ცუდი ფაქტი მოხდა რა, ერთი ჩაწერე და ნახე როგორ გავარდება. ჩავწერე ერთი ვიდეო, ორი. ვიღაცა სოლი გაუპატი. ხო და ეგრევე გავარდა. და კარგეს რა წერი იმას ნახვები კი არა და კი არა. იმედა ცუდი უყურთ რა. ამიტომ ვისაც ცუდი უყურს საქართველოსი. აახვია ჩვენი ქვეყნა. საქართველოს მოგცა ყველაფერი, მამა. რაც გააქვს. აი საღნაგობა ესეთ სიმპათიური ბიჭი რო ხარ. ესეთი ჭკვიანი თვალები რო გაქვს. რო გიყვარს დედა, მამა. ხო? ესეთ შეგნებული ბავშვი რო ხარ, აი საქართველოს მოგცა ეს ყველაფერი. ესეთ ბუნება რო გაქვს, რო წავალთ ხოლმე დასასვენებლად ვისვენებთ. ეს ხალხი ამაში იქიდან კილომეტრებს გადიან ხოლმე 1000-ობით კილომეტრს და იმდენ ფულს ხარჯავენ, ხო? ამიტომ საქართველოსი ცუდი არავის არ უნდა. ეს ხალხი არის ლისბით ცუდი თქვა, ოღონდ ცუდი თქვა და ეგრევე პოპულარულები ხდებიან. ეგრევე და ფანები უჩდება და ემხრობიან. ერთი სული აქვს საქართველოს ფეხი დაუწდეს. გაიგე? ეხლა ჩემო მეგობაო მითხარი, რამდენი ცუდი ფაქტი მოხდა რა, ერთი ჩაწერე და ნახე როგორ გავარდება. ჩავწერე ერთი ვიდეო, ორი. ვიღაცა სოლი გაუპატი. ხო და ეგრევე გავარდა. და კარგეს რა წერი იმას ნახვები კი არა და კი არა. იმედა ცუდი უყურთ რა. ამიტომ ვისაც ცუდი უყურს საქართველოსი. აახვია ჩვენი ქვეყნა.